პატარა გოგონა, რომელიც ჯავშან ტექნიკის წინ დგას. ეს არის გიორგი გოგუას ფოტო. ეს კონკრეტული რესურსი არის რესურსი, რომელზეც ჩვენს გვისაუბრია, ჩვენს ეთერში. ეს არის ადგილი, სადაც ფოტოგრაფებს, ჟურნალისტებს და სხვა მულტიმედია არტისტებს შეუძლიათ თავიანთი ნამუშევრების გამოგზავნა. ესეთი ვებგვერდია. შეგიძლიათ აქ ნახოთ ადამიანები კოლაბორაციისთვისაც, საკუთარი ნამუშევრების განთავსებისთვისაც, მოკლედ, კარგი რესურსია და მე მგონი გინდოდა მე რომ გვეჩვენებინა დამოუკიდებლობის აქტიც, ხო? კი, ეს აქტი არის სწორედ ის აქტი, რომელმაც პირველად მოგვიტანა ჩვენ რამდენიმე ათეული წლის წინ დამოუკიდებლობა. ეს აქტი 1918 წლის 26 მაისს მიიღეს. ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ აი ამ აქტზე, ამ დოკუმენტზე დაფუძნებით მოხდა უკვე 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის თავიდან გამოცხადდება, მანამდე ჩატარდა რეფერენდუმი და სწორედ ამ რეფერენდუმის საფუძველზე საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტმა თქვა, რომ უნდოდა დამოუკიდებლობა და პრინციპში ეს აქტი არის იმის მანიშნებელი, რომ სულ რაღაც 100 წლის წინაც კი ისეთივე დემოკრატიული და ლიბერალური იყო ეს აქტი, ეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, როგორიც ანუ რაზე დაფუძნებითაც ძალიან მარტივად შესაძლებელი იყო, რომ აწყობილიყო ის კონსტიტუციური მექანიზმი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღეს თსეუში, ანუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გაიხსნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის აუდიტორია, როგორც Facebook-ზე არსებული ინფორმაციიდან, ერთ-ერთი მეგობრის პოსტიდან გავიგე, მე მგონი თვითონ სტუდენტები იყვნენ, სტუდენტთა ჯგუფი იყო ამის ინიციატორი, ესე გამოიყურება, ანუ ეს 214 ნომერია, ეს კონკრეტული აუდიტორია და აქ არის რიგი საარქივო მასალები გამოფენილი, კერძოდ ფოტომასალა და სხვა ისეთი მემორიალური ნივთები, რომელიც ალბათ დაინტერესებულ პირებს გაეხარდებათ მათი ნახვა და ალბათ ესეთი ინიციატივებიც ახალგაზრდების მხრიდან საინტერესოა. აი სწორედ აი ეს ინიციატივები მინდა გავაგრძელო ნომრით მე-5 არის Facebook-ზე გამოჩნდა ესეთი ჯგუფი, რომელსაც ქვია რომელიც ცდილობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში დაუკავშირდეს ადამიანებს და საქართველოს რუკით ფოტო, ან შეგვიძლია ვაჩვენოთ ნასტასიას ლეპტოპი და უფრო მარტივად აღქმადი იქნება. იღებენ ფოტოს და ამბობენ, რომ მე ვაღიარებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. აი ამ სწორედ ამ რუკაში, სადაც ჯერ კიდევ ფორმალურად ყოველ შემთხვევაში ნამდვილად შედის საქართველოს ტერიტორიაში ეს სამაჩაბლო და აფხაზეთი. ეს აქცია პრინციპში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ხალხი, სხვადასხვა ადამიანები ცდილობენ ჩაერთონ ეს კონკრეტული ქალი. მე ვიცი, რომ ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ესპანეთიდან, მას სთხოვეს დაუკავშირდნენ და რამდენიმე ესპანელ მოქალაქეს სთხოვეს, რომ ეს, რა თქმა უნდა, აუხსნეს დეტალურად იმასთან დაკავშირებით, მიაწოდეს ინფორმაცია, რასთან. ანუ შეიძლება ბოლომდე ალბათ ვერც აცნობიერებდნენ ეს ადამიანები, მაგრამ ეს კონკრეტული ბიჭი დარწმუნებული ვარ, არც იცოდა საქართველოს შესახებ მანამ, სანამ ეს გავალდი ხელში არ მიცეს. ანუ ყავთ ეგრეთ წოდებული აგენტები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ადამიანების საშუალებით მსოფლიოს გააგებინონ, რომ საქართველოს ტერიტორიები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გააკეთონ აქცენტი.